ასეთი კითხვა არის კიდე ჰიპერპარათირეოდიტი ის შემთხვევაში რა ვქნათ, ნუ რა არის ჩემთვის ხო, მე ხო ვიტყვი ხა ტერმინი ყველას გაუგებარი იქნება, ამიტომ გლეხურად ჩვენებურად ვიტყვი. ეს არის ფარისებრზე და ჯირკვლები არის ასეთი ფარისებრზე და ჯირკვლები გვაქვს, რომელიც ფარისებრ ჯირკვალზე ეს პატარა წერტილები ვიცის, რომელიც მონაწილეობს კალციუმის სვლაში, ორგანიზმში განაგებს ამას. და როცა გადაჭარბებული ფუნქცია აქ ჰიპერპარათირეოდიტი ნიშნავს, რომ ამ ეს ჯირკვლები უფრო მეტ ჰორმონს გამოყოფენ, ვიდრე საჭიროა. ძირითადი მიზეზი არის ძალიან საინტერესო და ესეც არ გაგვიჟღერები არასდროს და კიდევ ვიტყვი. ეს არის D ვიტამინის სადმი რეზისტენტობა. ანუ ისე როგორც არის ინსულინის რეზისტენტობა, არის D ვიტამინის სადმი რეზისტენტობა. ეს არის გენეტიკური, ძირითადი საფუძველია გენეტიკური და მოსახლეობის თითქმის მე-13-ს გენეტიკური განწყობა აქვს, რომ D ვიტამინი მიუხედავად იმისა, რომ არა აქტიური ფორმის სახით, რომელსაც ჩვენ ანალიზში ვიკეთებთ, როგორ ანალიზში ამოგვდის D ვიტამინი და აი ნორმალური 30-დან 100-მდე. ეს არის არააქტიური D ვიტამინის რაოდენობა სისხლში. შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ზედასაზღვარზე 100-ზე, მაგრამ იმის გამო რომ რეზისტენტულია D ვიტამინის მიმართ და რეცეპტორები არ აღიქვამს D ვიტამინს კარგად, აქტიური ფორმა შეიძლება 100 როა არააქტიური 20 იყოს სისხლში აქტიური სახით. D ვიტამინი აქტიურდება თირკმელში. D ვიტამინის ორგანიზმში ესე იგი ქმნის თუ მზეზე გახვედით ულტრაისფერ სხივი და პლუს ქოლესტერინი იქმნება D ვიტამინის არააქტიური ფორმა, შემდეგ სისხლს მიაქვს თირკმელში და ეგ აქტიურდება. აი თუ არის ეს გენეტიკური ჩავარდნა და რეზისტენტობა, ამ D ვიტამინის ნაწილი იქცევა აქტიურ ფორმად და ამიტომ არის რომ სისხლის ანალიზში ბევრი მოდის და სიმპტომებით ხვდები რომ დეფიციტი აქვს და პრობლემა აქვს. გაიკეთებს ანალიზს, ამასთან მოსული იყო მაგ 46-იო. კი ბატონო, ნორმა 30 ზემოთ კი არის, მაგრამ 46 სიმპტომიდან გამომდინარე რეალურად მას ჰქონდა არაუმეტეს 5-7-10-ისა. ანუ მოდი დავკონკრეტო. ხო, ანუ ჰიპერპარათირეოდიტი ერთ-ერთი ნიშანია იმის, რომ არის D ვიტამინისადმი რეზისტენტობა და ამ შემთხვევაში ასეთმა პაციენტმა ნორმაზე მეტი D ვიტამინი უნდა მიიღოს, თუმცა აუცილებლად K2 ვიტამინთან ერთად. ესეც ხაზს უსვავ, იმიტომ რომ ბევრი პაციენტი მოვიდა და აი ვსვავ D ვიტამინს, იმ ადამიანიშნა, ამ ადამიანიშნა, ზოგი ვსვავს კვირაში ერთხელ, ზოგი თვეში ერთხელ, ესე არ არის. ყოველ დღე D ვიტამინის თქვენი დღიური დოზა არის 8895 პირობი ისე საერთაშორისო ერთეული. ეს არის მოზრდილი ადამიანის დოზა. D ვიტამინი, რომელიც კვირაში ერთხელ და ორ კვირაში ერთხელ ჭირდება ორგანიზმზე, ძვალსახსროვანი სისტემა. დარჩენ ყველა ორგანოს, ყველა ქსოვილს, ყველა უჯრედს ჭირდება ყოველ დღე და პროფილაქტიკური დოზა ეს არის 8895 ერთეული. ადრინდელი 600 და 800 ეს არის ფარმაცევტული ფირმების მიერ თაღლითურად შემოღებული დოზა, რომ ადამიანები არ გაჯანსაღდნენ, გაჯამთელდნენ, რადგანაც ფარმაცევტული ფირმები მზეს ვერ აპატენტებენ და ექსკლუზივად ვერ იღებენ ხომ მზე ყველასთვის არის და თქვენ რომ გახვიდეთ მზეზე 30-40 წუთში დღეში მიიღებთ 20000 ერთეულს. ამიტომ რა თუ ბევრი D ვიტამინი მიიღეთ, ხვდებით? არა. ხო, ამიტომაც არის რომ თუ არა ზაფხულის პერიოდში როცა მზე არ არის ძლიერი და როცა ისედაც თქვა ქოლესტერინის დეფიციტი გაქვთ და მით უმეტეს იმ ადამიანებს ვინც სტატინებს ვსვავს, ხო? ამ შემთხვევაში დღიური დოზა, პროფილაქტიკური დოზა მოზრდილი ადამიანის არის 8895 ერთეული. თუმცა თუ არის D ვიტამინის რეზისტენტობა, ესეც ცოტაა. ესე იმდენი კითხვა გამიჩნდა ახლა. ის ხალი გაჩერდესო კი იძახიან, მაგრამ უნდა ჩაგეკითხოთ. ანუ შეიძლება სისხლში D ვიტამინის მაჩვენებელი იყოს ნორმა და ჩვენი ორგანიზმი ანუ ვერ იყენებს. როგორც ინსულინის რეზისტენტობის დროს, შაქარი ბევრს იღებ, მაგრამ ვერცერთ უჯრედის შიგნით ვერ ხდება ეს შაქარი, იმიტომ რომ უჯრედი დაკეტილია ინსულინის რეზისტენტობა, ნიშნავს ინსულინის მიუღებლობას. უჯრედი კეტავს პირს, ეხლა რომ წარმოვიდნენ ვიღაცა მოგიტანოთ ერთი ვედრო წყალი და უნდა ჩაგასხათ პირში, ხო დაიხჭობით, პირს დახურავ და არ გააღებ. ეს არის ინსულინის რეზისტენტობა. იგივე არის D ვიტამინის რეზისტენტობა, ნიშნავს რომ რეცეპტორები, რომლითაც უნდა D ვიტამინი გამოიყენოს ორგანიზმმა, უჯრედმა, ქსოვილმა, ის დაჩლუნგებულია და ჩვენ ენაზე როგორ ვთქვა, იმდენ D ვიტამინს ვერ იყენებს. და ამიტომ რომ ეს რეცეპტორები დავაკომპენსიროთ და მეტი D ვიტამინი უნდა მიცე, რომ ამ ცოტა რეცეპტორზე მეტი ზემოქმედებით იგივე ეფექტი მივიღოთ, რაც ყველა რეცეპტორს რო აღექვა იმ შემთხვევაში. კარგი, მაშინ ერთ კითხვას კიდე დავამატებ. თუ კი ვთქვათ სისხლში გვიჩვენა ნორმა არის, ჩვენი რეცეპტორები არ არის დაჩლუნგებული, მაგრამ D ვიტამინის დიდ დოზას მივიღებთ. ამ შემთხვევაში ორგანიზმი დაზარალდება? არა. D ვიტამინით რომ ორგანიზმი რაღაცა ესეთი რა ვიცი ეფექტი მიიღოს, უნდა უზარმაზარი დოზები 100,000-ობით ერთეული უნდა მიიღოს ადამიანმა
ხანგრძლივი თვეობით შეიძლება წლობით რომ რაღაცა იქ მოხდეს. ისე D ვიტამინის არის ახლა კოიმბრა ძალიან მაგარი ექიმია ბრაზილიელია, რომელიც ავთვისებიან პროცესების დროს ნიშნავს დღეში 200,000 ერთეულს. ანუ D ვიტამინი ამდენად კარგია. ამდენად კარგია, ძალიან მაგარ ეფექტებს აქვს, ისე დაავადებების დროს, როცა სხვა დროს ეფექტს ვერ ვიღებთ, D ვიტამინის ასეთი მოქმედების მექანიზმია. ცხიმში ხსნადია. ცხიმში ხსნადია. K2 ვიტამინის რომელთან ერთადაც აუცილებლად უნდა მიიღოთ, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში კალციუმი ჩალაგდება არა ძვლებში და კბილებში, არამედ ჩალაგდება სიზარღვის კედლებში და გამოიწვევს ათეროსკლეროზს. ძალიან კარგი.